გამარჯობათ. რუსეთში არის ერთი ძალიან ძვირფასი სასულიერო პირი, რომელმაც გააჟღერა ერთი ნამდვილი ამბავი, თანამედროვე პატერიკი. იმდენად მომეწონა მისი მონათხრობი, რომ გადავთარგმნე და გადავწყვიტე, რომ ქართველი მსმენელისთვისაც მისაწვდომი გამეხადა. მე უბრალოდ წაგიკითხავთ მის მონაყოლს. ვინც რუსული იცით და სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ინტერნეტში მოусმინოთ თვითონ როგორ ყვება ამ ამბავს. ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა. გავიცანე ერთი ადამიანი, რომელმაც 20 წელი სტალინის საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა ქრისტეს რწმენისა გამო. მან მომიყვა საკვირველი ისტორია თავის ძმაზე. ამ ადამიანს ერქვა სერაფიმე, ყავდა ძმა ნიკოლოზი. ნიკოლოზი თავის ძმაზე ასაკით უმცროსი იყო. იშვიათად შედიოდა ეკლესიაში, უყვარდა ცეკვა, მუსიკა, მხიარულება, კინოთეატრები, ყველაფერი, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ხელმისაწვდომი იყო. ერთხელაც, როგორც სერაფიმე მიყვებოდა, იგი მიუახლოვდა თავის ძმას. ვიგრძენიო რაღაც შინაგანი კანკალი, თითქოს სიოს მობერვასავით და თითქოს არა თავისი თავისგან, არამედ თითქოს სხვისი ნათქვამი გადაეცეს. უთხრა თავის ძმას: კოლია, დაიწყე ეკლესიაში სიარული, დაიწყე ლოცვა, თორემ შეიძლება დაგაგვიანდესო. სულ რამდენიმე, ერთ თუ ორ დღეში ურეკავენ და ეკითხებიან, სერაფიმე მეხანძრეთ მუშაობდა და ზარებს თვითონ იღებდაო. ურეკავენ და ეკითხებიან, თქვენ ახართ სერაფიმე ესა და ეს? ის პასუხობს, კი მე ვარ. ჩვენ ვიპოვეთ თქვენი ტელეფონი ადამიანის ჯიბეში, რომელიც ავარიაში მოყვა. მას ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობები აქვს, უმძიმეს მდგომარეობაშია. ნიკოლოზი ჰქვია, მოდით ამა და ამ ადგილზეო. სერაფიმემ მაშინვე დატოვა სამუშაო და წავიდა. როცა საავადმყოფოში მივიდა, ექიმი გამოდის და ეუბნება, ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ ის აღესრულა, თქვენი ძმა გარდაიცვალაო. მოილაპარაკეს. რაღაც დროის შემდეგ სხეული სახლში გადაასვენეს და დაიწყო მიცვალებულის გარშემო ჩვეულებრივი საქმიანობა. შეიკრიბნენ ახლობლები და ნათესავები, სხეული დაბანეს, ჩააცვეს, მოიტანეს კუბო. ქალები სამზარეულოში საქმიანობდნენ. სერაფიმე კი კუბოს გვერდით დაჯდა და გარშემო მყოფებს თხოვა. საშუალება მიეცათ ერთი ერთზე დარჩენილიყო თავის ძმასთან. კუბოსთან ახლოს სავარძელში ჩაჯდა და თითქოს ჩავარდა, სიზმარში თუ ხილვაში და ხედავს, რომ იღება კარი და შემოდის მისი ძმა ნიკოლოზი, ახალგაზრდა, ჯამრთელი, ლამაზი. მიდის მასთან და ეუბნება, სიმა, გესმის? მე დამაგვიანდა. მეგობრებო, თუ ადამიანი სამსახურში დააგვიანებს, დაწერს ახსნის წერილს. თუ ადამიანი შეყვარებულთან დააგვიანებს შეხვედრაზე, შეუძლია პატიება ითხოვოს, აჩუქოს შოკოლადი ან ყვავილები, მაგრამ დააგვიანო ღმერთთან შერიგება, ესაა ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება, რომ ადამიანს ცხოვრებაში დაემართოს. აქ სრულდება ამ ღვთლის მონაყოლი. რუსულად თუ აკრიფავთ, სიომა я опоздал, თქვენ შეძლებთ თვითონ მას მოусმინოთ. ჩემი მხრიდან კი მხოლოდ ერთი დამატება მინდა. არავინ არ იმოვაწევებს ჩვენს მაგივრად. ადამიანებს ცოცხლებიც არ გვახსოვს, არათუ გარდაცვლილები, რომლებისგანაც სარგებელს აღარ ველოდებით. სანამ დრო გვაქვს, ვიშრომოთ, ვიმოღვაწეოთ, ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. მერთო გაგახაროთ.